მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენ გოლმანიძე გახლავართ და დღევანდელ გადაცემაში უფლებადამცველთან ქალბატონ ნანა კაკაბაძესთან ერთად ვისაუბრებთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დარწმუნებული ვარ საინტერესო საუბარი გამოგვივა, იმიტომ რომ მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი ხდება. დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში თქვენი შეფასებით ამ ბოლო პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციების, საპროტესტო მოძრაობის, რასაც ხედავთ სრულიად საქართველოში. როგორ აფასებთ ამ მოვლენებს? ჯერჯერობით პროტესტმა ვერ მიაღწია იმ მიზანს, რაც მათ აქვთ, სამაგიეროდ მიაღწიეს მაგალითად ქალაქის პარალიზებას, ვეღარ გაივლი ქალაქში ყოველ გაშალეს ასე ვთქვათ ეს პროტესტის არეალი, არა მხოლოდ რუსთაველზე იკრიბებიან და მთელი დღის განმავლობაში საშინელი საწობები არის. ამ დისკომფორტს ნამდვილად მიაღწიეს ალბათ მოქალაქეებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საერთოდ პროტესტის მიზნობრიობაზე, ანუ შედეგზე ორიენტირებული პროტესტი არის მაშინ, როდესაც არსებობს არგუმენტი ამ შედეგის დადგომის და არსებობს გზა ამ შედეგის თან მისასვლელი. ვფიქრობ, რომ აი ამ საპროტესტო ტალღას თუ ამ არეულობის შესაქმნელ მოძრაობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია გაჩაღებული, არ გააჩნია არც ერთი, არც მეორე და არც მესამე პარამეტრი. ეს არის მიმართული არა ესე ვთქვათ იმ მოთხოვნების რეალიზებაზე, რაც ოფიციალურად არის დაყენებული, არამედ ეს არის აბსოლუტურად სხვა მიზნისთვის, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლისთვის, ხელისუფლების დამხობისთვის და ვინაიდან მიზანი და ესე ვთქვათ ლოზუნგები ცდება ერთმანეთს, მოთხოვნები ცდება ერთმანეთს, ეს ვერასოდეს ვერ მივა შედეგამდე. ეს არის ერთადერთი ის იმედი, რომ ასეთი სახის აღვირახსნილობებს, ასეთი სახის სახელმწიფო საწინააღმდეგო მოძრაობებს არ შეიძლება ჰქონდეს მათთვის სასარგებლო დასასრული. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოდით ვთქვათ, და ბევრი მათ შორის გულწრფელი ადამიანი იღებს ხო ამ აქციებში მონაწილეობას, აშკარად არსებობენ რაღაცა ჯგუფები, რომლებიც გარკვეულ ორგანიზებას კოორდინირებენ. თავიდან საერთოდ დადგეს ისეთი სურათი, რომ თითქოს ეს სპონტანური პროტესტია მოქალაქეების, არავინ არ უწევს აქციებს ორგანიზებას, მაგრამ ცხადია, რომ რაღაც ტიპის ორგანიზებები ხდება. მე ერთი რამ მაკვირვებს, აი გუშინაც საუბრობდით ბატონ თემური მყავდა მაისურაძე სტუმრად და ყოველთვის ვიყავი ხოლმე ისე არასერიოზულად უყურებდი ისეთ მოვლენებს, როგორც სატანურ რიტუალებს და ასე შემდეგ, რომ ამბობდნენ ხოლმე ამ რაღაც ოკულტისტურ მიმდინარეობების მიმართ არასდროს არ მქონია სერიოზული დამოკიდებულება, მაგრამ ცოტა არ იყოს მაკვირვებს ის ფორმები, რასაც ამ შემთხვევაში ეს აქციის ორგანიზატორები მიმართავენ ხოლმე. ისინი ხო პირიქით წეს დაინტერესებული უნდა იყვნენ, რომ იმგვარი პროტესტი კონდეთ, რომ რა შეიძლება ფართო მასებისთვის მისაღები იყოს მათი მოთხოვნები, მაგრამ აკეთებენ ისეთ რამეს, რომ ადამიანები, რომლებიც შეიძლება პირიქით თანა უგრძნობდნენ კიდეც მაგ პროტესტს, ეხლა რო გამოხვალდა მაცხოვრის გამოსახულებას დაწვა იქ და ხატებს შეურაცხყოფ, ეკლესია შეურაცხყოფ, თვითონვე ახდენენ თითქოს აი დისტანცირება საზოგადოების ძირითადი ჯანსაღი ნაწილისგან. ეს როგორ შეიძლება ახსნათ თქვენი აზრით? იცით რა არის, ის თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს რაღაც მოძრაობა თუ ეს სექტა თუ რა შეიძლება ამას დავარქვათ, ვინც ამის დაორგანიზებას ახდენს. ეს მართლაც ბოროტი ძალაა და ისინი მართლაც შეპყრობილი არიან იმითი, რასაც პერიოდულად ავლენენ ხოლმე ეკლესიის მიმართ, ეხლა ჩვენი მაცხოვრის მიმართ გამოავლინეს. ეს თავისთავად მეტყოლებს იმაზე, რომ მათი მიზნები და მათი ლოზუნგები ერთმანეთს აბსოლუტურად აცდენილია. კი, ეს არის რითი შეიძლება შეფასდა, შეიძლება ვიღაცას ეს ისეთი თქვამი მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს მართლაც არის სატანისტური რაღაც მოძრაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში მძლავრობს და მათ შორის ჩვენთანაც, როდესაც ამას ეძახიან ისეთი ვთქვათ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელმაც ეს სატანიზმიც მოიტანა. ალბათ ჯობია რომ პირდაპირ ჩამოვაშოროთ ლიბერალური ამას და პირდაპირ თქვათ, რომ ეს არის ფაშიზმი, რასაც ეს ხალხი აწარმოებს, იმიტომ რომ მე მქონდა დაპირისპირება კომუნისტურ ხელისუფლებასთან, როდესაც საბჭოთა პერიოდში ვცხოვრობდით და შემიძლია ვთქვა, რომ აი ესეთი ბოროტი ძალების თან შეხება, როგორც თქვათ ნაციონალური მოძრაობა, ყოფილი ხელისუფლება, ხო? ნაციონალური მოძრაობა იყო და არის დღესაც ჩვენ
ნამდვილად არ გქონია ასეთ სიბოროტესთან შეხება საბჭოთა პერიოდში კომუნისტების დროსაც კი, რომელიც ითვლებოდა ათეისტურ საზოგადოებად, ხო? მაშინ რწმენა აკრძალული იყო, ასე იყო, თუმცა იყო დაშვებული ის, რომ აღდგომა და დღესასწაულებზე არავინ არ უკრძალავდა. კონსტიტუციით იყო რამდენად ვიცი, რწმენის თავისუფლება გამოსხატებული, თუმცა რწმენით იყო, მაგრამ ნუ ესე de facto იყო ის, რომ შენ ამის საშუალებას თითქოს არ გაძლევდნენ, მაგრამ აღდგომის პერიოდში, ბოლო პერიოდში მე 20-იან წლებში არ მიცხოვრია, ბუნებრივია, მე ვიძახი 70-იანი 80-იან წლებში, ავტობუსებსაც კი გამოყოფდნენ იმისათვის, რომ მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა სასაფლაოებზე გასულიყვნენ, ვინაიდან იცოდნენ, რომ დიდი ნაკადი მიდიოდა და თავის რელიგიურ, ესე ვთქვათ, მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა და დღეს ჩვენ რას ვხედავთ? დღეს ვხედავთ იმას, რომ უპრეცედენტო, აი შემიძლია ხატზეც დავიფიცო, რომ მსგავსი რამ კომუნისტების პერიოდშიც კი არ მოხდა ჩემს პერიოდში. დღეს ვხედავთ იმას, რომ თითქოს მოქალაქეები, თითქოს ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოსული და ქვეყნის ინტერესებიდან და ევროპული გზისკენ გამოსული ადამიანები წვავენ მაცხოვრის გამოსახულებას და ეს არის ევროპული ღირებულება. როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველო ყოველთვის და ოდითგანვე მიისწრაფოდა ევროპისაკენ და ჰქონდა ევროპული ორიენტაცია, ჩვენს დიდ წინაპრებს. ამაში იყო ლოგიკა, იმიტომ რომ ჩვენ ერთის მხრივ გვებრძოდა მუსულმანური სამყარო და მეორეს მხრივ ჩვენი გადარჩენი რწმენის გადარჩენა იყო ევროპაში, ვინაიდან ის იყო ქრისტიანული სამყარო. და აი ეს არჩევანი გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ მუსულმანურ იმაში, რა ქვია, რწმენასა და ქრისტიანულ რწმენას შორის გააკეთეს არჩევანი და ამიტომ იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, სწრაფვა დასავლეთისკენ და დღეს რას ვხედავთ? დასავლეთის მიერ დაფინანსებული და დასავლეთის მიერ შექმნილი აი აქ ეს ბოროტი ჯარი, რომელიც აი ესეთ სიმახინჯეებზე მუშაობს, ჩვენი ქრისტიანული და მართლმადიდებლური ღირებულებების დასაცავად კი არა, ამის შეურაცხყოფისთვის, ამის დაკნინებისთვის და რაღაც სატანური რიტუალებისთვის არის გამოყენებული ეს ძალა. რაც არის ძალიან საშიში, ესე მარტივად ამაზე შეხედვა მხოლოდ ის, რომ ესენი ჩამოშლიან თუ არა ხელისუფლებას, ეს ერთი მხარია, რომ ხელისუფლება ძალიან კარგია, რომ მზად არის ყველანაირად და ასეთი პრობლემა მათ დღეს არ უდგას, რომ ვერ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის საშინელი ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე, ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. რაც გინდა იყოს მათ ტვინებში ხო რჩება ეს რა თქმა უნდა, ის რომ დასაშვები გახადა დღეს რაღაცა აი ამ აღვირახსნილმა სექტამ დასაშვები რო გახადა ის რომ შეეხოდა არც მინდა მის ხშირად გამეორება ცეცხლი წაუკიდა ჩვენი უფლის გამოსახულებას ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, უბრალოდ ეს სატანური რიტუალები არის მიმართული იმაზე, რომ ადამიანების სულები შმაკმა თავისკენ გადახაროს და მე ვფიქრობ, რომ აი დღეს რაც ხდება იქ სწორედ ამისი ნათელი გამოძახილია, აი ამას უნდა ძალიან სერიოზული ბრძოლა და დაპირისპირება, ამის წინაშე ხელისუფლება იქნება უსუსური, აქ თუ ეკლესიამ თავისი სიტყვა არ თქვა, თავისი როლი არ შეასრულა, თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ დავიწყეთ სასულიერო პირების შეყვანა სკოლებში და იქ დაწყებითი სწავლებიდან თუ ჩვენ არ შეუწყოთ ხელი იმას, რომ არ მოხდეს ეს პროზელიტიზმი თუ რა ვიცი რა ქვია ამას სულების დაპყრობა და გადატანა ეშმაკისკენ თუ ამას ჩვენ ხელი არ შეუწყოთ და თუ არ ჩვენ არ მივეცეთ საშუალება იმას რომ ბოროტი განიარაღდეს და სიკეთისკენ ეკლესიამ გახსნას გზა ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ერს ამიტომ მე ვფიქრობ რომ უპირველესი რაც უნდა გაკეთდეს ასწრაფოდ ვინაიდან ეს დასაშვები გახდა ხედავთ ეს მოხდა ჩვენ ქვეყანაში ეს მოხდა იქ სადაც ქრისტეს კვართია დავანებული ქვეყანაში სადაც ჩვენ ვიწოდებოდით ქრისტეს კვართის მცველ ერად ასე მოვიხსენიებოდით ქართველიერი ოდითგანვე რომ ჩვენ ვიყავით ქრისტეს კვართის მცველები და დღეს აი ეს დაგვატეხეს თავს ჩვენ აი ამ ერს ეს დაგვატეხეს თავს და ამის მიუხედავად იქ
რაღაცა რაოდენობა საზოგადოებისა მაინც იკრიბება და მინდა გითხრათ რომ შეიძლება იქ იყრიბება ისეთი საზოგადოებაც კი რომელიც ეკლესიური იყო ოდესღაც და დღეს ვერ აცნობიერებს ან ვერ ხვდება იმას რაში ღებულობს მონაწილეობას თავი რო დავაბნებოთ იმ აბსურდულობას რომ გაყალბდა არჩევნები და ამისი არანაირი მტკიცებულება არსად დედამიწაზე არ არსებობს და ვერავინ ამის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა არ მივდივართ ევროპისკენ და ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია და ამის მტკიცებულება არსად არ არსებობს და იმ ტექსტში ცალსახად წერია ის რაც წერია ამას რო თავი დავანებოთ და ყველაფერს რო თავი დავანებოთ რომ ეს ყველაფერი ყალბი და ტყუილია და ამაზე არ უნდა წამოეგოს საზოგადოება ჩვენ თვალწინ მოხდა ის რაც მოხდა და ამის მერე იქ რო ადამიანი რომელიც ჯვარს ატარებს ადამიანი რომელიც ქრისტეს კვართის მცველი ქვეყნის შვილია იქ რო მიდის და დგას ხომ აქ უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და აი ეს ძალიან მაფიქრებს და ძალიან მაღელვებს დღეს ყველგან აი თქვენთანაც თუ სხვაგანაც სადაც კი მოვხვედრი ვარ წუხილი არის რომ აი ხელისუფლება გაუმკლავდება თუ არა ნუ ხელისუფლება რომ უმკლავდება ამას ჩვენ ვხედავთ აი ამ არეულობას, მაგრამ სულიერ არეულობას, აი ამ სულიერ აშლილობას, რომელსაც ეს სატანისტები იწვევენ საზოგადოებაში, ამის დამლაგებელი და ამის მომრევი მე ვერ ვხედავ. ვერავის ძალიან დიდი ბოდიშით თუ ამას ძალიან და ეკლესიას ამ დროს ეკისრება ძალიან ისეთი პრინციპული მნიშვნელობა და როლი ყველანაირად ხელისუფლებამაც ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ ეკლესია უნდა იდგეს ახლა ძალიან პრინციპულად და ყველანაირად უნდა თხოვლობდეს რომ გაუხსნან სკოლების კარების შეუშვან იქ მოძღვრები და აუხსნან საერთოდ ქვეყანაში რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა მე როგორც ვიცით ეს ეკლესიის დიდი ხნის სურვილია და იმედი გვაქვს რომ ხელისუფლების მხრიდანაც იქნება შემხედრი ნაბიჯები. ამ ხრის სხვა შორის აი კონკრეტულად ამ რიტუალთან დაკავშირებით ქონდა საპატრიარქოს განცხადება, ამასაც ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, ეკლესიამ ბუნებრივად დაგმო ეს საშინელება, თქვა რომ ქრისტიანის ადგილი არ არის ზოგადად სადაც ესეთი რიტუალები ტარდება და ხაზი იყო გასმული და ბუნებრივია ამ შემთხვევაში ეს ეკლესიის მხრიდან დიდ სიბრძნეზე მიუთითებს, რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, მათი ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ქაშვეთის ეკლესია ღია, იქ მამები მუშაობენ, თუ ვინმე შეიძლება დაჭირდეს ხო დახმარება, რომ მათ გაუწიონ შესაბამისი დახმარება, აქციის მონაწილეები ნაწილი შედის ტაძარში და ლოცულობსო მამებთან ერთად და აი გვერდზე მათი შეურაცხყოფაც არის ეს პირველ რიგში და ალბათ უნდა დაფიქრდეს ყველა რომ სად გასმართლა და არ ვიცი ეს არის დაზომბირების ყველაზე ესე თქვათ აი საშინელი გამოვლინება რომ ადამიანები რა დონემდე მიიყვანეს აი ამ როგორ გადააქციეს ზომბებად რომ ხალხი ამას ვერ აცნობიერებს რომ პირდაპირ სატანიზმთან გვაქვს უკვე საქმე ეს არ არის საპროტესტო ტალღა ეს არ არის არ მომწონს ხელისუფლება ეს არის უკვე შენ ქრისტეს წინააღმდეგ გითხრევენ შენ მაცხოვრის წინააღმდეგ გიშვებენ ქვეყანას სადაც 100,000 წმინდანი ერთ დღეს და შეეწირა ჩვენს რწმენას ფეხი არ დაადგა ხაც და დღეს შენი ხელით შენი მონაწილეობით ტარდება ეს სატანური რიტუალი და ამას ჩვენი ხალხი ვერ აცნობიერებს ეს არის საშინელება და მინდა გითხრათ რომ ეს მავნე ესე იგი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და რეალურად ეს მავნე ბოროტი ძალა რომელსაც დღეს ოკუპირებული აქვს ოპოზიციური ველი იმდენ ბოროტებას ვერ აკეთებს ქვეყანაში რამდენსაც ეს მასმედიის საშუალებები რომლებიც პირდაპირ მუშაობენ ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე რომლებიც პირდაპირ მუშაობენ რომ ჩვენ საზოგადოებაში მივიღოთ ზომბები დაზომბებული ადამიანი რომელიც ვეღარ აცნობიერებს და რომ აი უყურებდი აი ამ საშინელი საყურებელია ეს კადრები ნუ ფსიქიკა შერყეული თუ არა ხარ აი ამ კადრებს რო უყურებ საშინელი საყურებელია ეს რაღაც ექსტაზში სული ადამიანები გინდა ახალგაზრდა დაარქვე, გინდა შუახნის და გინდა ასაკოვანი რა მნიშვნელობა აქვს ის ეგზალტირებულ მასას, რომელსაც უყურებ, რომ ცეცხლებით და რაღაც ბოროტებით არიან ახსილნი და ესეთ ქმედებებს ჩადიან, აქ რომ ვერ ამოიკითხო ის, რომ ეს არ შეიძლება სიკეთეზე გათვლილი მოქმედება იყოს, ეს რომ არ შეიძლება იყოს გათვლილი რაღაცა ერის ღირსეული
ღირსეულ პოზიციების დაცვაზე, ღირსეული პოზიციების დაცვაზე და ეს რომ არ შეიძლება რაღაცა მაღალ მატერიებზე გათვლილი ქმედება იყოს, როგორ შეიძლება ეს ვერ ამოიკითხო და ვერ დაინახო, როდესაც საქართველოსთვის უჩვეულო რამ ხდება. ოპოზიცია დღეს ცეცხლს უკიდებს, ცოცხალ ადამიანებს, ესურის ცეცხლის იმას მოლოტოვის კოქტეილებს და ცეცხლებს რაღაც გინდა ამას რაღაცა საახალწლო ისინი დაარქვი, რაც გინდა დაარქვი. რეალურად ცეცხლს ესური ადამიანს იმის და მიუხედავად რომ ის სად მოხდება იმას, რა ნაწილში მოხდება, რას გამოიწვევს, არ გაინტერესებს. აი ამაზე რომ მიდიხარ ეს ძალა როგორ შეიძლება იყოს. მაგაზე აქვს კონტრარგუმენტი რომ აბა რა ქნას მაშინ მშვიდობიანმა მომიტინგებმა, მაშინ როდესაც ძალოვანები ძალადობენ პირდაპირ და გარდა იმისა რა კადრებიც ნახეთ ტელევიზიიდან მართლაც მძიმე სანახავია ხო იქ დაგდებულ მომიტინგებს რომ ფეხს ურტყავს ვიღაც მაგალითად და ასე შემდეგ ამის გარდა არის უამრავი ისეთი სახის ინფორმაცია რომელიც არც გადამოწმდება ვერც გადამოწმდება და აშკარად რომ გამოგონილი და ჭორია მაგრამ მაინც ავრცელებენ რომ აი მაგალითად სპეცრაზმელებმა აიძულეს რომელიღაც დაკავებულ ახალგაზრდას რომ საკუთარი სისხლი დაელია და ეგ რაღაც ჯგუფურად აუპატიურებენ მომაკვდავ ბავშვებს ხელკეტებით და ესეთ ნიუსებსაც ავრცელებენ აი ეს ოპოზიციური ტელევიზიები, რაც ნუ აშკარად ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას, უნდა შექმნა ნახქმა, რომ ეს ამათ ვიღაცაში უნდა შემოაკვდეთ აუცილებლად და მე მართლაც უნდა რამე ტრაგედია მოხდეს. ეს სცენარი აშკარად არის ხო წინასწარ დაწერილი. იცით რა არის გასაგებია, მაგრამ ნუ ეს ისეთი თითიდან გამოწვეული ტყუილია, რომ მაგას არ უწერია დიდხანს არსებობა და ნუ თუ აი ამ ზომბების გარდა ეს ვერსად ვერ მოიკიდებს ფეხს ბუნებრივია, მაგრამ მე იცით რა თქმა უნდა ჩვეულებრივ სიტუაციაში და ჩვეულებრივ აღქმაში, როდესაც ხედავ რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დაგდებულ ადამიანს ფეხით ეხებიან და მას შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის აღმაშფოთებელი ნებისმიერ საზოგადოებაში. მაგრამ აღშფოთებას აქვს ესე იგი თავისი ესე იგი ადგილიც, ხო? შედალოცვილო ამაზე როცა აღშფოთდი და კი ბატონო ეს არის აღსაშფოთებელი და თხოვულობ რომ დაისაჯოს და მართლაც უნდა დაისაჯონ ვინც ეს გადაცნობა გააკეთა და ვინც გადამეტებული ძალა კი არა ღირსების შემლახავი ქმედება ჩაიდინა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ იგივე ადამიანებს რატო არა გაქვთ რეაგირება მაშინ როდესაც ქრისტეს გიწვავენ თვალწინ, მაშინ როდესაც სატანურ რიტუალებს გიტარებენ თვალწინ, მაგაზე რატო არა გაქვთ, თორე იმაზე რო არის რეაქცია, უკვე მე აღარ მჯერა რომ ეს რეაქცია გამოწვეული არის ბუნებრივად ადამიანის ესე ვთქვა გულწრფელი ემოციით, ესეც ზომბირებით არის გამოწვეული და არა იმ ემოციით, რომელსაც ეს უნდა გამოეწვია. ჯანსაღი ემოციის შედეგი არც ეს არ არის. ესეთ ზომბირების შედეგი, თორე განა ეს არ არის გასაპროტესტებელი, მაგრამ როდესაც შენ ასეთ რაღაცაზე რეაქცია არ აქვს და ამაზე გაქვს, უკვე ეს ჯდება იმაში, რომ შენ ნორმაში არ ახარ. შენი ეს ქმედება არ შეიძლება აღიქვა თუნდაც დადებითად, იმიტომ რომ სწორი მოვლენაც კი შენს მიერ ესე ვთქვათ მოწოდებული უკვე კარგავს ამ სიმართლის ეფექტს, იმიტომ რომ შენ თუ სიმართლეს და შავს ხედავ აქეთ ამ მხარეს, როგორ შეიძლება მთლად შენ სულს როცა ეხებიან, მაშინ ვერ დაინახო. ანუ ჩვენ დღეს ვართ პრობლემის წინაშე, რომ საზოგადოების დაზომბირების პროცესი შედგა გარკვეული ნაწილის, ეს კიდევ უფრო ფართოვდება და ფართოვდება, იმიტომ რომ თქვენ ყველამ კარგად იცის ჩვენმა მსმენელმაც და თქვენც რომ ბოროტებას გაცილებით უფრო ეფექტურად გავრცელების და მოდების საშუალება აქვს ვიდრე სიკეთეს. სიკეთე ყოველთვის ნელა ვრცელდება, ის ყოველთვის სუსტია, ის ყოველთვის მოკრძალებით გამოირჩევა. მას ყოველთვის სჭირდება და ბოროტება არის ყოველთვის აი ესეთი მოძალადე, ესეთი აქტიური და აქედან გამომდინარე საშიშროება იმისა, რომ აი ეს დაზომბირებული საზოგადოება განივრცოს და გამრავლდეს. ეს შიში ნამდვილად არის, ამიტომ ვფიქრობ და ამიტომ არის ჩემი სურვილი, რომ როგორმე ეკლესიამ, როგორც არასოდეს დღეს, როდესაც ხედავენ, რომ ქართველ ხალხს უკვე სულიერად
ძალიან უჭირს. ეს ფაქტი, ამისი დაშვება, თვითონ ის მომიტინგეები, ისინი თქვენ ხო არ გონიათ, რომ გათვლილი არ აქვთ, რისი გაკეთება შეიძლება, რისი გაკეთება არა. მათ გაზომილი აქვთ, რომ რა შეიძლება დასაშვებად ჩათვალეს, რომ ესეთი ქმედება, რომ შეეხონ მაცხოვარს, ეს უკვე დასაშვები იყო და იმიტომ გააკეთეს. მეტი რომ იყოს დასაშვები, რომ ტაძარი დაწვან, ღმერთმა დაიფაროს და ღმერთმა მაპატიოს ამ სიტყვებისთვის, იმასაც იზავდნენ, მაგრამ აი ეს არ არის ჯერ დასაშვები, რაც დასაშვებია, რასაც მიიღებდა ეს საზოგადოება, ის ჩაიდინეს უკვე და აი ამისი შეჩერება აუცილებელია ნებისმიერი საშუალებით და უპირველეს ყოვლისა ეკლესიით ეს უნდა შეჩერდეს. როგორც არაფერი ისე უნდა იქნეს გამოძიებული, ვისგან მოდიოდა ეს არ შეიძლება ერთი კონკრეტული, ეს არის რაღაც დავალება. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს უკრაინის მაიდანი რო დაიწყო, იქაც ზუსტად ეს პროცესი იყო და კუბო ჩამოატარეს იქაც და იქაც კუბოს რაღაცა დაწვის სცენები იყო. მაგრამ აქ ჩვენ რა გაგვიკეთეს, როდესაც ჩვენი სიამაყე რომ მართლმადიდებლობაში, მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ მართლმადიდებლურად. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელიც კოვიდის დროსაც კი ვერ დახურეს ჩვენი ტაძრები და ჩვენი ხალხი ვერ გააჩერეს აღდგომა დღეს ლოცვა ვერ შეაჩერეს ტაძრებში. ჩვენ ეს ერი ვართ და აი ამ ერში, აი ესე მოკლე ხანში მათ გააზომეს და დასაშვებად ჩათვალეს, რომ შესაძლებელია, აი დადგა დრო, როდესაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი. ამიტომ ეს არის კატასტროფა. ეს არ შეიძლება გაუთანაბროთ არაფერს, რასაც ისინი აკეთებენ. ეს იყო კულმინაცია ბოროტების, რისი გაკეთებაც კი შესაძლებელი იყო და თუ ჩვენ ამას დროულად ვერ შევაჩერებთ, თუ იგივე დედები, ბებიები, ოჯახის წევრები, მოაზროვნე ახალგაზრდობა, თუ ამაზე დღესვე არ ამოქმედდება ისე რომ რაღაცნაირად გამოიკულიონ ეს ვისგან მოდიოდა, ვისი იდეა იყო ეს, ვინ ლობირებდა ამას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს, ხო? აი მაგალითად კეზერაშვილი, ადამიანი დღეს, არ ვიცი, საოცარი რაღა გამაკვირვებდა ახლა ამ ადამიანთან დაკავშირებით, აღარ ვიცოდი, მაგრამ დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ მის სახლიდან ამოღებული არის ბრილიანტები და მათ შორის ყველაზე დიდი, ყველაზე ძვირადღირებული შეძენილი არის 2008 წლის 12 აგვისტოს. ანუ მაშინ, როდესაც ჯერ ომი დასრულებულიც კი არ იყო. ყველაზე დიდი ბრილიანტი აგერ სახში ინახავდა თურმე, ჰქონდა და შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა ბუნებრივია საგამოძიებო უწყებამ. რა შეგვიძლია ზოგადად ამასთან დაკავშირებით ვთქვათ? ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია, ხო, მთელი ამ საპროტესტო მოძრაობის. ადამიანი პირდაპირ იყო თავდაცვის მინისტრი, თან ამასაც ხაზი გაუსვათ. ის იყო თავდაცვის მინისტრი და ომის დროს ბრილიანტებს ყიდულობდა თურმე. ან საიდან ყიდულობდა, რა პულით ყიდულობდა? ნუ საიდან ყიდულობდა ეს ხო უკვე გარკვეულია, რომ ძარცვავდა ჯარს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს ხალხი ვის საქმეს აკეთებს? ეს ხალხი, ვინც დღეს იქ გულანთებული დავარქვევ, თუმცა ახლა აი არანაირად არ შემიძლია საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აი ამის, აი ამ რიტუალის, სატანური რიტუალის მერე კიდე იქ ხედავ გულანთებული უწოდა, ნამდვილად არ შემიძლია. აი ეს ზომბირებული საზოგადოება, ვის რა უნდათ, რომ ისევ ეს დაბრუნდეს? ისევე სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, აი რა უნდათ, თუ ჩამოშლა უნდათ ხელისუფლების, დღეს ალტერნატივა რა არის ამ ხელისუფლების, რომ ჩამოშლი? თქვათ და ჩამოიწავიდნენ ესენი სახლებში. აკითხავს არავინ არ პასუხობს. ყველას მაგას ვეკითხები. კარგი, აი ჩამოაგდეთ ეს რეჟიმი. ვინ მოდის ესე? ვინ მოდის? ვინ ლაზარე გრიგორიადის გინიშნავს ვინმე სადმე იქ ჭალზე როც ეკვალს დროშა შემოხოლი, მაგას დანიშნავს ვინმე ვიღაცა კონკრეტული სახელი გვარი ხო მოდის მთავრობაში, აი ვინ არის ეს ხალხი? ესენი ვინც ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს, აი თითქოს პოლიტიკაში არ ვარ, მაგრამ ქვეყანა უნდა დავამკვიდროს. მაგას ქვია ზომბირება, რომ არ გაინტერესებს. შენ რომ რაღაცას არ მოგწონს და იმას იწუნებ, იმაზე უარესს რომ მიიღებ საზოგადოება და მარტო შენ კი არ მიიღებ, ვინც ამაში დამნაშავე ხარ და დანაშაული გაქვს ამის ჩადენაში გაკეთებული, მიიღებს დანარჩენი საზოგადოება, უმრავლესობა
ქართული საზოგადოების, რომელსაც ეს არ დაუმსახურებია და რომელმაც 2012 წელს თავისი სიცოცხლის ფასად გააკეთა ის, რომ პოლიტიკური გზით, არჩევნების გზით გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე ეს ბოროტება და დღეს შენი ამ ზომბირებული აზროვნებით და ზომბად ქცეული აკეთებ იმას, რომ მთელ ქვეყანას უქმნი ამის საფრთხეს. მარტო შენთვის კი არ ქმნი ამ საფრთხეს, თორემ უპირველეს ყოვლისა მათ შეეხებათ. ეს საერთოდ ბოროტებას ეს ჯერ თავისიანებს ანადგურებენ და მერე გარეთ და ბუნებრივია პირველი აი ამ მომიტინგეებს შეეხება ეს მზაკრული ხელი, მტარვალის ხელი, მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს დანარჩენ საზოგადოებასაც მაგალითად ისე რომ გირგულიანის დედა შეიძლება სულაც არ იდგა ირინა ენუქიძე იქ 2003 წლის რევოლუციის დროს და არც ბუტა რობაქიძის და არც ხვების, მაგრამ მათი შვილები შეეწირა აი ამ გადატრიალებას. მათი ოჯახები ეს გადატრიალება რომ არ ყოფილიყო, ეს ვარდების რევოლუცია რომ არ ყოფილიყო, მინიმუმ 150 ბიჭის სიცოცხლე ხომ არ შეეწირებოდა ამ ყველაფერს. ციხეებში ხო არ მოხდებოდა ის რაც ხდებოდა, აღარ მინდა გავიმეორო, ხო? ამდენი მამაკაცის ასეთი დამცირება და გათახსირება და არარაობად ქცევა ხომ არ მოხდებოდა. ხომ არ მოხდებოდა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა და ჩაბარება რუსეთისთვის, დღეს რომ რუსი არ მინდა იძახიან და ვინც რუსი შემოგიყვანა, გაყვანილი ჯარი, ვინც შემოაბრუნა საქართველოში, ვინც ის 22% გადასცა რუსეთს, იმათ უდგეხართ დღეს თქვენ და ისინი მოგყავთ კიდე. იმისთვის რომ კიდე უფრო დამატებითი ტერიტორიები გადასცეს. დღეს ერთადერთი ხელისუფლებაა თავისუფალი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ტერიტორიები არ გაუსხვისებია საკუთარი სავარძლების სანაცვლოდ. არ გაუსხვისებია. ნამდვილად ისეთი პოლიტიკა წაიყვანა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ ეს დადაშაული და პირიქით თუ რაიმე მოლოდინი არსებობს, რომ შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც სიგიჟია და არანორმალურობაა, რომ ომით შესაძლებლად ჩათვალო, შენ ეს გაკეთდეს. არა, ეს არის წარმოუდგენელი, ხო? აგერ 45 მილიონიანმა ერმა აჩვენა, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება რუსეთთან და შენ, რომელიც 4 მილიონიც აღარა ხარ, შენ რისი გამკეთებელი ხარ, ხო? ერთადერთი რითაც შეიძლება იფიქრო, რომ ეს ტერიტორიები შეიძლება ომით დაკარგული ტერიტორიები შეიძლება მშვიდობიანი პოლიტიკით დაიბრუნო, ეს არის სწორედ ის სწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება დგავს და გამოიკვეთა კონტურები, რომ შესაძლებელია ჩვენ ამ ტერიტორიულ მთლიანობაზე ვიფიქროთ და ამ დროს არსებობენ რაღაცა ძალები ჩვენი ქვეყნის გარეთ, შეიძლება რუსეთშიც, შეიძლება დასავლეთშიც, მე არ ვიცი, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს არ უნდათ ერთიანი და მთლიანი საქართველო და ყველაფერს აკეთებენ და აფინანსებენ ისეთ ძალებს, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლის. თავი რო დავანებოთ, აი ამ პოლიტიკურ პროცესებს თავი დავანებოთ, ეკონომიკურად რას აკეთებენ, იცით? ეკონომიკურად 60% სასტუმროებმა გამოაცხადეს ჩემი ინფორმაცია, რა ტელევიზიით გამოაცხადეს. 60% ჯავშნებისა გააუქმდა. ტურისტები აღარ შემოვიდნენ, ეს ფული აღარ შემოვიდა. დეკემბერი არის ის თვე, როდესაც ბიზნესი წინა საახალწლოდ აღებული თანხით მთელი ერთი წელი მერე არსებობს და ამას ანაწილებს შემოსავლებისთვის. ამ ხალხმა ეს ყველაფერი ჩამოაქციეს. ხილულად ჩამოაქციეს ქვეყანა. მათ არწმის პირიქით ამბობენ, რომ რაც უფრო მეტად დაიქცევა ამ ქვეყნის ეკონომიკა, რაც უფრო მეტად გაუჭირდება, ხო, ჯობია. ხო და თუ ზომბი არ ახარ, ვერ უნდა ხვდებოდე, რომ მხოლოდ ბოროტების მსახურებაშია? საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული არ არის ეს ახლა ვიღაცა რომ ხაჭაპურს ვერ გაყიდის და ნომერს ვერ გააქირაებს სასტუმროში, ეს კობახიძეს აზარალებს თუ იმ ადამიანზე, იმ ოჯახს, რომელმაც ეს ვერ გააკეთა. ისე ძალიან უნდა გაბრაზდეს, ამის გამო გამოვიდეს მე მთავრობა და ნუ რა თავრობას რანაირად დაამხობს, თავრობა კი არა, შენ არ უშვებ ამ ხალხს, ხო? შენ უკეტავ გზას ამ ადამიანებს. და ეს ამოჩემებული სიგიჟე რომ ევროპის ისა გადავდა 2028 წლის ბოლომდე. 2028 წლის ბოლომდე კი არა. ევროკავშირი გეუბნება რომ 2030 წლამდე საერთოდ საუბარი გაფართოებაზე არ იქნება. 30-ში საქართველოზე იქნება თუ არა საუბარი, არც მაგას არ იქნება. არც არავინ არ გეუბნება, მაგრამ რაც თავარია 2030-მდე ის არ განიხილავს და შედალოცვილო 2028-დან 2030-მდე რა გაქვს ასეთი სალაპარაკო რომ ვეღარ ილაპარაკებ თუ რაიმე სათქმე
სურმელია და გეუბნება ხელისუფლება რომ ამ პერიოდისთვის 90%-ო რეკომენდაციებისა შესრულებული გვექნებაო და დღესო ამასო არ მივცემთო გამოსაყენებლათო და დღეს ვინ ვერ ხედავს აი რომელი მოქალაქე ვერ ხედავს ამ ქვეყნის რომელი მოქალაქე ვერ ხედავს რომ დასავლეთი ყველაფერს იყენებს დღევანდელი დასავლეთი მე არ გულისხმობ ხვალინდელ დასავლეთს რომელიც ჩვენ თვალსა და ხელშუა იცვლება და ის ნორმალიზდება ის ანომალია რაც მსოფლიოში იყო ეს ლიბერალური ფაშიზმის სახით ხო აი ჩვენ ხომ ხედავთ რომ დღეს ეს ყველაფერი ისეთი სასიკეთოდ იცვლება რომ მართლაც შესაძლებელი გახდება 2030 წელს ჩვენ ამაზე დავილაპარაკოთ და დღესო ამასო მეო სავაჭროთო რადგან ის ყველაფერს დღეს იყენებს დასავლეთი ეს ლიბერალური ფაშიზმი დღეს იყენებს ყველაფერს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნუ გამოვაყენებინებთო ამასო ჩვენო და მოდით და 28 წლისთვის განვაახლოთ ეს ამაზე უფრო არ ვიცი ამაზე უფრო ნათელი რა უნდა გითხრას და ესე იგი წარმოიდგინეთ ისევ იმ დაზომბირებას დაუბრუნდები რა თუ არა ზომბი შეიძლება იყოს ადამიანი რომელსაც ეს ელემენტარული 2x2 არ ესმის მე რო იყო პროდასავლერი ნამდვილად გავიგებდი გაბატონო ნანა პროდასავლერს გულისხმობ ამ დასავლური კურსის მხარდაჭერას უბრალოდ მე მივეკუთვნები ახლა იმ ადამიანების კატეგორიას რომელებიც თვლით რომ არც 2030-ში იქნება ჩვენთვის იქ არანაირი ინტეგრაციის პერსპექტივა და არც 2050-ში, მაგრამ ეს ალკე თემაა, მაგრამ მე რომ მართლა ვიყო ახლა პროდასავლელი და დაინტერესებული ვიყო ევროკავშირში ინტეგრაციით და მეგონოს და მჯეროდეს რომ აი ეს არის შესაძლებელი პროექტი, მართლა ვერ ხვდები რა გაქვს ეხლა გასაპროტესტებელი. თვითონ ის ხალხი იძახის 2030-მდე არც განვიხილავთ გაფართოებას. 30-ში წავარაუდო თუ იქნება ბალკანეთის მიმართულებით გაფართოება. ამ დროს შენ საქართველოს თითქოს მართლა კობახიძის ხელში იყოს კალამი და აი არ აწერდეს ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მივადექით აი ამ თავარ საკითხს, რომ საკითხი დღეს ასე, როგორც მედიაში, ისე საზოგადოებაში, რომ თითქოს რუსთაველზე დღეს წყდება საქართველოს ევროინტეგრაცია. რამდენად არის ეს მართლაც ასე, ეს რომ აუხსნათ საზოგადოებას და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აბა რა არის ის რაც წყდება დღეს რუსთაველზე? იცით რა მე მგონი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს რომელიც ისედაც ხედავს რა დღეში ვართ და რა ხდება ალბათ მათთვის ზედმეტია ახსნა და ადამიანების ის ნაწილი რომელიც დაზომბირებულია მას როგორც არ უნდა რა არგუმენტიც არ უნდა დაუდო წინ იმისთვის ეს არგუმენტი არ არის თორე აი ელემენტარულ არგუმენტს ვიტყვი რომ ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა დაგვისახელონ აი იქ მდგომმა რომელიც ნატოს წევრი არ არის და არის ევროკავშირის წევრი. აი ერთი ქვეყანა დაასახელონ რომელიც არ არის ნატოს წევრი და არის ევროკავშირის წევრი. ანუ ჯერ შენ უნდა ნატოს წევრობამის მიაღწიო რომ გახდე ევროკავშირის წევრი. შეიძლება ეს არ გიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ de facto ეს ხომ ასია და ხო და ავსტრია ამ შემთხვევაში გამონაკლისი რომელიც თავისი ავსტრიას არ უდგას ის პრობლემა რომ ეს სხვა ის არის ზოგადად ნეიტრალური სახელმწიფოა და აქ სხვა ევროპაა და არავის აქ სხვა განზომილებას მე ვიძახი ჩვენც ნეიტრალურები ვიქნებით მაშინ ჩვენც არ მოგვეთხოვება მე ვიძახი ნებისმიერი სხვა სახელმწიფო არ არსებობს რომელიც ნატოში არ არის და შენ ნატოში ვინ შეგიშვებს ოდესაც რუსეთი ყავს აგერ მეზობლად და ამდენი ხანის ეს ნატო იყო მხოლოდ აი წინ ცხოველის წინ დაკიდებული ისა რა ქვია ბალახი რომ შენ იქითკენ გევლო მაგრამ ვერასოდეს რომ ამას ვერ მიაღწევ იმიტომ რომ როგორ რანაერად დაკარგული გაქვს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ შენი ტერიტორიები და როგორ შეხვალ ნატოში გამაგებინე რომ ზღებულობდე შენი ტერიტორიების გარშე ხო ვერ შეხვალ ამ ნატოში და მით უმეტეს როცა არც გღებულობს ამ ნატოში და გეუბნება რომ არა რუსეთის მეზობელი ხარ და სანამ არ დაალაგდები რუსეთთან მე შენ არ მიგიღებო გარკვევით გეუბნება და ნუ ამაზე მეტი არგუმენტი რასაც თვითონ დასავლეთი ეუბნება მე რა უნდა უთხრა ისეთ საზოგადოებას რომელსაც ამისი გაგების სურვილი არ აქვს თვითონ ეუბნება დასავლეთი რომ დაალაგდით რუსეთთან და მერე დაგველაპარაკეთო და დაალაგება რას ნიშნავს არა დიალოგს არა რგვალმაგიდასთან დაჯდო
შეჯდომას და განხილვას ამ საკითხებისას, აბა რანაირად გინდა შენ თუ ტერიტორიები არ დაიბრუნე, მაშინ ახლა რუსეთი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს წაიღებს და შედი მაგათი რა ქვია მარტო რუსთაველით იმით რა ქვია ნატოში და ვის არიან მაგაზე მარტო ვერავაკერა შევიდეს იქ ნატოში. ნუ არა ეს არის ნუ ახლა ისინი რაზე არიან თანახმა ეს ერთია, მაგრამ ნუ ზოგადად ქვეყნის ინტერესები რაზე გადის და მე იმედი მაქვს რომ რა ვიცი ესეთი დაზომბირება მავნე მართლაც მავნე საინფორმაციო საშუალებების მხრიდან რომლებიც აი ესეთ დეზინფორმაციით უტენიან ტვინებს საზოგადოებას დასრულდება ნუ აი ეს როგორღაც კანონის დონეზე იმათ რომ საკუთრებაში აქვს ტელევიზია ის იმას კი არ ნიშნავს რომ ნებისმიერი ტყუილის მიწოდება იყოს გამართლებული იმ საკუთრებას მოყვება თავისი ვალდებულება რომ შენი საკუთრება არის ტელევიზია ვალდებული ხარ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო და ერთი სწორი ინფორმაცია მითხარით რომელიც მათგან საზოგადოებას მიეწოდება და შედეგსაც ხო ხედავთ რა შედეგი დადგა რომ ხალხი არაფერზე აბსოლუტურ აბსურდზე გაყალბდა არჩევნები და არალეგიტიმურია ხელისუფლება და გაყალბების ერთი მტკიცებულება თქვას იქ მასე მიტინგზე მდგომა ერთი მტკიცებულება რა დადეს ის ქუდებზე შავი ლაქა რო აქვს დახატული გაჟონაო ანუ აი ეს ხო სიგიჟის იქით არის უკვე ხო ესეთი საუბრები მტკიცებულებები თქვით რაზა ვინ უნდა არ გაღიაროს ქართველმა ხალხმა გაღიარა და მოგცა მანდატი და ის ვინც ყველანაირ ბერკეტს იყენებს შენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ის მოყავს მაგალითად რომ ის არ გაღიარებს დაიცადეთ 20 იანვარზე და 20 იანვრამდე და ნახავთ თუ არ გაღიარებენ მაგრამ გაღიარებას თავი დაანებოს ვინ უნდა გაღიაროს მეტმა ქართულმა საზოგადოებამ ამერიკის პრეზიდენტი რომელმა ქვეყანამ აღიარა ერთი გამაგებინეთ რა ვის მოთხოვეს მაგიარეო ტრამპმა ვის მოთხოვა მაგიარეო ვინ უნდა გაღიაროს შენი ხალხი როცა ხმას გაძლევს და გაძლევს ლეგიტიმაციას რაღა აღიარება გინდა კი თუ ვინმე მოგილოცავს კარგია ცუდი რატო არის მოგილოცავს არ აღიარებენ ეს რამდენად შეეფერება არანაირად არ შეეფერება ეს არის ხვანაირად ვიცი აი ვენესუელაში რაც ქნა ამერიკა მაგალითად რომ გამარჯვებულად ვცნობთო ოპოზიციის კანდიდატს პირდაპირ გამოაცხადა ამან მოიგო არჩევნები იმან წააგო ეგ არის როცა არ აღიარებ ხელისუფლებას საქართველოს მიმართებაში ხა ეგეთი განცხადება არ აღიარება ნიშნავს რომ ძალიან მკვეთრი განცხადება უნდა იყოს და ძალიან გასაგები უნდა იყოს. ამ მტკიცებულებები გასაგები კი არა. მარტო ის კი რომ არ ვაღიარებ, რის საფუძველზე არ აღიარებ, ისიც ხო უნდა. ხო, თან და აღნიშნო რატო. ეს კი არა რომ არ ვაღიარებ, ხო მე არ ვაღიარებ, ეხლა რომ ტრამპმა გაიმარჯვა და რა, ამიტომ არ იქნება ტრამპი პრეზიდენტი, რას კი არ აღიარებ. რა მტკიცებულებების რის საფუძველზე არ აღიარებ იმის გამარჯვებას და ასია საქართველოს და ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის შემთხვევაში და ამათ ვისაც მონობა უნდა და ამ მონობას გვასაღებენ როგორც თავისუფლებას და ჩვენ რომ თავისუფლებისთვის დგევართო თავისუფლებისთვის კი არა მონობისთვის დგანან იქ მონური მორჩილებით დგანან იქ როგორ შეიძლება მონის გარეშე ადამიანმა აზროვნებით ვერ იაზროვნო რომ რას გეუბნებიან კანონი რომელიც შენ მიიღე გააუქმე იმიტომ რომ მე არ მინდა არ მომწონს LGBT-ს ესე იგი პროპაგანდა რო გაქვს აკრძალული მე არ მომწონს და უნდა გააუქმო გეუბნება და ეს არის თავისუფლება და ეს არის დემოკრატია და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ორს იხმევენ ხელზე თორე არჩევნებზე არც არავინ არ ლაპარაკობს ევროკავშირთან მიმართებაში ლაპარაკობენ ამ ორ კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალეობაზე, ანუ თავისი ჯარი, რომელიც აქ ყავთ შემოშვებული, რომ მისი დაფინანსება არალეგალურად და არამიზნობრივად ხარჯვა არ უნდა აეხადოს ფარდა და მეორე LGBT პროპაგანდა უნდა იყოს. LGBT პროპაგანდა არ არის ადამიანის უფლებების ნაწილი. პროპაგანდა არის სხვა რამ და უფლებები არის სხვა რამ. არავინ არ ამბობს, რომ ნებისმიერი სექსუალური მიდრეკილების ადამიანს უნდა შეეზღუდოს მისი უფლებები. ამას არავინ არ ამბობს და არც არავინ და მე ვარ პირველი ვინც ამას ვიცავ და დავიცავ მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ ვის რა უფლება აქვს კერძო პირს თავის საწოლში ვისთან როგორ წევს ეს განიხილოს ეს მისი საქმეა მაგრამ საგანის არ შეიძლება იყოს ეს როგორ შეიძლება გაქრეს ეს თემა საერთოდ როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი ეს ესეთი ჩამორჩენილობა ესე დეგრადირება საზოგადოების როგორ შეიძლება ამაზე აპელირება მაგრამ ის რომ შენ პროპაგანდას უწევ იმას იმ არატრადიციულს რომელიც ჩემს რწმენას ეხება აი ეს მაცხოვრის ხატის დაწვა და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. კავშირშია ეს ყველაფერი, რომ შენ რომ ჩემ რწმენას ეხები და როდესაც მე ჩემი სარწმუნება მეუბნება რომ ეს არის ცოდვა.
და შენ გინდა ამისი პროპაგანდა გვაწარმოო ის კი არა რომ მე მაგ გადახრა და ვარ გადახრილი და მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ ვისთანაც მინდა ქალთან მინდა გაცთან ეს ჩემი არჩევანია მაგრამ პროპაგანდა რატო უნდა აწარმოო რატომ უნდა იკეთო ოპერაცია გაჩნი მათ გარკვეული სქესის წარმომადგენლად და რატო უნდა დაგაფინანსო სახელმწიფომ და რატო უნდა შეგიწყოს და რატომ მაიძულო მე რომ შენ როცა ვიცი რომ კაცად ხარ დაბადებული ქალი დაგიძახო თორე ამის გამო მე რაღაც სანქციები შეიძლება ხო და შეიძლება ერთ სასტუმროში მე ერთ ნომერში აღმოჩნდეს ქალი და კაცი იმიტომ რომ ის იძახის რომ მე ვარ ქალი ხო თუ ან კაცი რა ვიცი და არ მარადში არიან უკვე გადასული არა ეს ხო და აი როდესაც აი ამას თავს გახვევენ და შენ ამას ეძახი თავისუფლებას მონახარ შინაგანა დაბა რა ხარ შენ ახარ მონა როდესაც ვერ აცნობიერებ აი ეს მოთხოვნა რას ნიშნავს ეს ნიშნავს სუვერენიტეტზე უარის თქმას თორე პირადი მონობა ვისაც უნდა აირჩიე და ვისი მონაწილე იმისი იყავი მაგრამ შენ რო შენი ქმედებით ხელს უწყობ ჩემი ქვეყნის მონობას რომ დაემონოს ჩემი ქვეყანა და შენ რო გინდა რომ მეც მონად მაქციო შენი რაღაცა აგრესიული კანონიდან გასული კანონის ჩარჩოებიდან გასული ქმედებებით ნუ რას უკაცრავად მე მოვთხოვ ხელისუფლებას რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცეს ის რო დარბევას რო ეძახიან მიტინგს ის დარბევა არ არის ის არის დანაშაულის აღკვეთა იქ არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულები მიდის იქ მიდის ადამიანების დაზიანება ცეცხლის წაკიდება ხალხზე იქ მიდის ქონების დაზიანება სად არის აქ ის რა ქვია მშვიდობიანი აქცია მშვიდობიანი აქციის დაშლას თუ გადაჭარბებული ძალა გამოიყენე კი ბატონო ქვია დარბევა მაგრამ აქ სადა გაქვს მშვიდობიანი აქცია აქ გაქვს პირდაპირ აგრესია საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ საკუთარი ხალხის ქონების წინააღმდეგ ხალხის საკუთრებას ანგრევენ ესენი წვავენ ეკონომიკაზე ხო ვისაუბრეთ რომ ესე იგი ჩაუგდეს ბიზნესი ხალხს დეკემბრის თვე ჩაუგდეს ყველაზე შემოსავლიანი თვე ჩაუგდეს ხალხს და ამის მიღმა კიდე რაც რამე ქონება გვაქვს ვიდეო თვალებს ანადგურებენ ვიდეო თვალი აი დამონტაჟებული იმას ანადგურებენ და ის ხო ვიღაცამ უნდა იყიდოს ვინ იყიდის ორგანიზატორები წავა გვარამია და იყიდის და ჩამოკიდებს რო ანადგურებენ ესე იგი ვინ უნდა იყიდოს სოციალურად დაუცველების ბიუჯეტმა ხო ის და თქვენ ამას ვერ ხედავთ რამხელა მაღლდებულობა დევს ამაში ევროპის გამო ხდება და ეხა აბა როგორ გინდა ევროპის გამო არ ხდება ეს არის სიბრიყვე ეს ევროპის გამო კი არ ხდება ეს ხდება იმ ძალის იმ მონური ძალის ხელისუფლებაში მოსაყვანად რომელიც ყველა დაკვეთას შეასრულებს რომელიც გარედან იქნება რომელიც მეორე ფრონტს გახსნის აქ იმისათვის რომ ჩვენ შევეწიროთ ზვარაკად ამერიკულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყანა პირისაგან მიწისა იქნეს აღგვილი რისთვის იმიტომ რომ რუსეთს ერთით მეტი ის ნაკლი ჩაეწეროს ჩვენი სახით რომ აი საქართველოს გაანადგურა ამის გულისთვის გვწირავენ და ეს ხელისუფლება გინდათ რომ მოიყვანოთ ვინც გეხართ რომელიც ამას გააკეთებს რომ საქართველოს აღგვის პირისაგან მიწისა და გახსნის აქ მეორე ფრონტს ეს ხო პირდაპირ თქვა უკრაინის ხელისუფლებამ რომ აიო მიშა რომ გარეთ ყოფილიყო იქო მეორე ფრონტი იქნებოდაო და გაიხსნებოდაო პირდაპირ გეუბნებიან ამას რა ჩვენი შეფასება ხო არ არის ეს ჩემი პირადი აზრი ხო არ არის ამას ისინი გელაპარაკებიან ისინი ვის მხარეზედაც გეხართ და საქართველოს დროშა დაკნინებული დამცირებული ამ ხალხის ხელში აფრიალებ ევროკავშირის დროშას რა არის ეს არის იგივე რაც საბჭოთა კავშირის დროშა იყო ეს არის კავშირის დროშა ეს შენთან რა კავშირშია არც ამ კავშირის წევრი ხარ საბჭოთა კავშირის დროშას კიდე აზრი ის ქონდა რომ აქ რო ყოფილიყო ჯერ მაშინაც ქონდა წევრი მაინც იყავი და ეხლა არც წევრი ხარ არც არაფერი და რა საფრიალებ იმ დროშას რომლისთანაც შეხება არა გაქვს როცა გახდები ევროკავშირის წევრი გინდა ევროკავშირის დროშა აფრიალი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კითხულობენ აქ ჩამოსულები რა შუაში ხართო თქვენ ამ დროშასთან ისინი ჯანმრთელი საზოგადოება ამას ვერ აღიქვავს ეს ქვეყნის დროშა კი არ არის ხალხნო ეს ევროკავშირის დროშაა კავშირის 27 ქვეყნის კავშირის დროშაა ეს არ არის საქართველოსთან არაფერ ბმაში არაფერთან გარდა პიარისა და ზომბირებისა არაფერი კავშირი ამას ჩვენთან არ აქვს მინდა მე მთვარეზე გაფრენაც მინდა და ახლა კოსმოსურ ხომალდს დავიჭერ ხელში და ვივლი ისეთ ლოგიკა არის ამაში ნორმა არის ნორმალური რეაქცია არის ამაში არ არის ეს ნორმალური რეაქცია და იქნება თვითონ თუ ამ ადამიანებს უკვე რომლებიც აქციეს ზომბებად უჭირთ ამის გაცნობიერება და მესმის
იმის, რომ ადამიანის ფსიქიკა ყველას ერთნაირი არ არის. ზოგის ძალიან ლაბილურია ფსიქიკა, ძალიან მოწყვლადია, მარტივად, ზოგის უფრო ძლიერი ფსიქიკა. ოჯახში თუ არავინ აყავთ ამათ უფრო ძლიერი ფსიქიკის ადამიანები, ვიდრე ისინი, ვინც ქუჩაში დგანან, რომ იმათმა აუხსნან რას აკეთებენ. სად დგანან? სადაც მაცხოვარს გიწვავენ, იქ დგეხართ. იქ სადაც გაატყუებენ, რომ ვიღაცა ევროკავშირის გზას გიღობავს, ევროკავშირის გზას ევროკავშირი გიღობავს, ჯერ და გეუბნება ვერ მიგიღებ 2030-მდეო. ეს გააცნობიერე და ის ვინც გეუბნება წაგართვეს ხმები. სად არის ეს წართმეული ხმები? გაჩვენონ. დაგარწმუნონ, რომ წართმეულია ეს ხმები და მერე გაგი ქუჩაში, მაგრამ აი ეს, როდესაც ყველაფერს მოკლებული, ლოგიკას, აზროვნებას მოკლებული პირდაპირ მოწოდებული ინფორმაციით გმართავენ, აი ამას ქვია ნარკოზის თუ რა ქვია ამის გიპნოზის ქვეშ იმყოფები. აი ეს არის და გიპნოზებული საზოგადოება, რომელიც არ გვაინტერესებს, რა წერია კანონში ეკითხები, რომ აი ამ გამჭირვალეობის რა წერია იმაში, რომ რაც არ მოგწეს, არ მაინტერესებს. ნუ აი ამას რო ადამიანი იძახის, ეხლა ეს ჯანსაღია. თუ არ გაინტერესებს რა წერია შიგნით, მაშინ ქუჩაში რაღაცად გეხარ. ესე იგი უნდა გაინტერესებდეს შინაარსი, რომ ქუჩაში გამოხვიდე, ხო? არ ვიცი მართლა როგორ მიიყვანეს. არ ვიცი, აქამდე როგორ მიიყვანეს. თან რაღაც ისეთი პოზიცია იყო, თითქოს დაამკვიდრეს ეგ აზრი, რომ კანონში რა წერია, მე არც წავი, რას ვაპროტესტებ არ ვკითხულობ ერთი სიტყვით. აი ეს იყო ტრენდული, მაშინ არ ვიცი, ხო გადი გააპროტესტე, რა მნიშვნელობა აქვს? და თან რა შემოვიდა, იცით რომ მოდაშია იქ დგომა. ყველაზე რა არის მოდაში? რა არის რომ შენ რწმენას გიგინებენ, შენ სულს რო ეხებიან და ჯოჯოხეთისთვის რო გამზადებენ, ეს არის მოდაში? ეს მოგწონთ ხალხნო? მეც არ მომწონს ქართული ოცნები ძალიან ბევრი რამე და დღეს რო ოპოზიცია იყოს და არსებობდეს რეალური ოპოზიცია, რომელიც ამ ხელისუფლების კონკრეტული პროგრამების თუ საქმიანობის კრიტიკას განახორციელებდა, მე იქ ვიქნებოდი აუცილებლად. მაგრამ სად არის ეს ოპოზიცია? ეს ოპოზიცია კი არ არის, ეს არის დაქირავებული მონები, უცხო ქვეყნის დაქირავებული აგენტები. ჯაშუშები, რომლებიც შენ ქვეყანას ანგრევენ, შენ სუვერენიტეტს, რომლისთვისაც საუკუნეები ხალხი იბრძოდა. ყველა ჩვენი წვლილი გვაქვს ამ თავისუფლებაში ჩადებული და შენ ვინახარ რომ მართმევ ამ თავისუფლებას და რომ მეუბნები რომ ჩემი ქვეყნის კანონი თუ არ არის მისაღები, იმას მე გავაპროტესტებ. და მე ვიტყვი რომ ის ვარგა თუ არ ვარგა. ვინ ეკითხება ევროპარლამენტარს რომ რეზოლუციაში მიწერს რომ ამას თუ არ შეცვლი LGBT-ს პროპაგანდას თუ არ დაუშვებ, არ მიგიღებ. არ მიგიღებ და თავშიც ქვა გიხლია ვის ჭირდება ეგეთი კავშირი, სადაც ჩემს რწმენას შეეხებიან. ვის ჭირდება ეგეთ კავშირში გაწევრიანება, სადაც სუვერენიტეტს და თავისუფლებას მართმევენ. მე ისეთი ევროპა მინდა, რომელიც ჩემ ღირებულებებზეა დაფუძნებული, რომელიც ზოგადად საკაცობრიო ღირებულებების დამცველია და რომელიც ჩემ თავისუფლებას, ისტორიულად მოპოვებულ თავისუფლებას და სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ ჩემს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო გაშლის, გააფართოვებს და კიდევ უფრო ლამაზ გახდის და ხელმისაწვდომს ყველა ქართველისთვის და შენ ამ დროს რას მიკეთებ? შენ ვინც ქუჩაში დგეხარ, რას მეუბნები, რომ მე დავემორჩილო იმას, რომ გარედან მართონ ჩემი ხელისუფლება? გარედან უკარნახოთ? ეს ჩემი პრეროგატივაა, როგორი უნდა მყავდეს ხელისუფლება. ვის მივცემ ხმას და ვის არა. და არა გარედან, ვიღაცის კარნახით, ვიღაცის დირექტივით. საბჭოთა პერიოდში არ გამიკეთებია ეგ და საბჭოთა პერიოდში არ დავმორჩილები ვარ ვიღაცის დიქტატს გარედან და დღეს, როდესაც თუნდაც გაეროს ფურცელი ხელში მიჭირავს, ახლა თქვენ ამ ზომბებს დაგემორჩილებით და თქვენ გამოყვებით იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიოთ და ისევ იმ ჭაობში დააბრუნოთ, რომელ ჭაობშიც 9 წელი ვიყავით და რომელ ჭაობშიც თუ სისხლის ღურები, თუ ომები და თუ ტერიტორიების კარგვა ქონდა, ისევ გინდა დააბრუნდეთ. არა, ვერ მოხდება ეგა. საქართველოში ყოველთვის იარსებებს იმ მასშტაბის გონი და იმ რაოდენობის გონი, რომელიც აი ამ სიბეცეს, ამ უმეცრებას წინ აღუდგება. და დღეს ჩვენ აი ესეთი საქართველო გვჭირდება, რომელიც ჯანსაღი ორიენტაციით, ჯანსაღი განსჯით, არგუმენტირებულად გაიაზრებს, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა არის ცუდი, რა არის კარგი და იმის მიხედვით იმოქმედებს. და არა ის, რომ გარედან მიკარნახეს, რომ ეს არ ვარგა და ხო, რადგან იმან თქვა,
რადგან იმან თქვა ის ხო ყველაფერია, რადგან უცხოელმა თქვა ეს ამ სიქაჯიდან როგორ ვერ გამოვედით ხალხო. როგორ ვერ როდესაც საბჭოთა კავშირი იყო და იყო რკინის ფარდა მესმის რომ მაშინ რაღაცა უცხოხილი იყო და რაღაცა გვეგონა. დღეს როდესაც უვიზო მიმოსვლა გაქვთ ამ ხელისუფლების დამსახურებით სხვათა შორის და როცა გინდა სადაც გინდა გაფრინდები დღეს რა გჭირთ რა გონიათ რომ იქ ვიღაცა უფრო გენიოსები ზიან ვიდრე აქ არიან რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან და მათ უფრო კარგად იციან საქართველოსთვის რა არის კარგი და რა არის ცუდი ვიდრე ჩვენ აქ რომელსაც ყველაფერი გვაქვს გადატანილი გაჭირვებაც, უშუქობაც, ომიც, სისხლისღვრაც, ყველაფერი გვაქვს გადატანილი, სახელმწიფოს ნგრევაც, შენებაც, ყველაფერში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩვენზე უკეთესად იქ ვიღაცა იმან რა ქვია რასა იუკნევიჩიანი მაგალითად ჩამოყალიბებული არის. იმან უფრო იუკნევიჩმა უფრო კარგად იცის, ესე იგი რა მჭირდება მე? და თქვენ იმან უფრო კარგად იცის? აი ამას სანამ ვერ გავაცნობიერებ და სანამ აი ესეთი მიმართულებით ვივლით, თქვენ იცოდეთ რომ მარტო თქვენ თავს არ ღალატობთ და მარტო თქვენი ოჯახებისთვის არ აკეთებთ ცუცს. თქვენ იმ ოჯახებისთვის და იმ ქვეყნისთვის აკეთებთ ცუცს, რომელშიც დანარჩენი საქართველოს ცხოვრობს და რაღაც გარკვეული პასუხისგებლობა იგრძენით ამ ქმედებებზე. და გაიაზრეთ რას აკეთებთ. გაუაზრებელია ნუ იქნება თორე პროტესტი იყოს გააზრებული. იცოდე რა წერია კანონში, რა არ მოგწონს, ვიდაოთ, ვიკამათოთ და მივიდეთ იმ დასკვნამდე ღირს თუ არა ეს კანონი. ვიცოდეთ რა თქვა პრემიერმა, სად იყო იქ ევროპისკენ გზის გადაკეთვა, დამისაბუთეთ და ვიყოთ ერთად, დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ. მაგრამ თუ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, არც შინაარსობრივად და არც არანაირად ამისი მტკიცებულება არ არსებობს, მაშინ ხომ უნდა გაიაზრო, რომ შენ ვიღაცა გიყენებს. და გიყენებს არა იმიტომ რომ შენ მოგიყვანოს ხელისუფლებაში და შენ მოგცეს ძალაუფლება, არამედ იმიტომ რომ შენ გამოგიყენოს და თვითონ მოვიდეს ძალაუფლებაში და მერე შენ ციხეში გაგიშვას, ან კიდე იქ სადაც ღმერთმა დაგიფაროთ ყველა, მაგრამ სადაც გირგულიანი და რობაქიძე და ვაზაგაშვილები და ეს ხალხი გაუშვეს. დააფიქრდით რას აკეთებ და ვის გვერდით გეხართ. დაფიქრდით. გავდონანა, მინდა შევაფასოთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს შეეხება აი თქვენ ბევრი ისაუბრეთ მედიასთან დაკავშირებით, ოპოზიციური მედიის როლზე ამ პროცესში და თქვით, რომ ხალხის დაზომბირებაში ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი ალბათ ეს არის. ძნელია არ დაგეთანხმოთ, თუმცა ხედავთ ტენდენციებს რა ხდება ოპოზიციურ მედიაში, ჯერ გავრცელდა ინფორმაცია ფორმულასთან დაკავშირებით, რომ დეკემბერი არის მათი მაუწყებლობის ბოლო თვე. გუშინ დაიწყო დიდი ამბები მთავარ არხზე. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ არხის დამფუძნებლები, გვარამია და ოქრუაშვილი, ზაზა ოქრუაშვილი, ერთმანეთს სდებენ ბრალს ხელისუფლებასთან გარიგებაში. გვარამია იძახის, რომ ოქრუაშვილი არის გარიგებულიო ბიზნესთან, ისინი იძახიან, რომ გვარამია არის პირიქით აქეთ გარიგებული და ფულს ათეთრებს. მოკლედ დიდი ამბავი აქვთ. როგორც ჩანს, მთავარი არხსაც მალე შეექმნება მაუწყებლობის პრობლემები. რჩება TV პირველიც აქეთ ფლანგზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მქონდა საუბარი მაგალითად აი ესეთ ცოტა ნეიტრალურ ადამიანები, უფრო რო ოპოზიციონერები არიან, მაგრამ ნაცები რო არ არიან, ყოველ შემთხვევაში თვითონ რო ესე ჯერათ, რომ ნაცები არ არიან და ისინი ამას აღიქვამენ პრობლემად რა კონტექსტში, რომ აბა რა მოგწონთო მე ყველაფერი, რომ ეხა ესენი რო დაიხურებიან, მაშინ რა გამოდისო, რომ საერთოდ განსხვავებული აზრი ქვეყანაში აღარ იარსებებს, განსხვავებული აზრი ჩვენს კი არ მოგწონს გვარამია, მაგრამ აბა რა ვქნათ, მის მეტი არავინ საუბრობს და მაგასაც თუ დახურავენ, მე რა გვეშველება და ახლობით ესეთი აღქმებია. რამდენად დგას მართლაც ეგრე საკითხი, რამდენად გამოხატავს აი ეს გვარამია და ეს ლიბერალური სპექტრი მართლაც განსხვავებულ აზრს, ერთადერთი გამომხატველები რამდენად არიან ამ განსხვავებული აზრის და რამდენად აქვთ მართლაც მათ ოპოზიციურ განწყობებზე მონოპოლია თქვენი აზრით. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ რას ქვია განსხვავებული აზრი, რისგან განსხვავებულ აზრს გამოხატავს? ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციებს. ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციებს კი არ გამოხატავენ. ესენი გამოხატავენ ესენი მუშაობენ ხელისუფლების დასამხობ პოზიციებზე და არა განსხვავებულ პოზიციებზე. მათ რომელი ეკონომიკური პროგრამა წარმოადგენს განსხვავებული განათლების, ჯანდაცვის, რაიმე დადას და თქვეს, რომ აი ეს ამაზე უკეთესია და ან პარლამენტში სადაც სავსე არიან
იქა ან პარლამენტში დააყენეს ეს საკითხი. არა, მათ ეს პრინციპი ესენი არ აინტერესებს. ეს მედია მაგაზი არ მუშაობს ერთ-ერთი. დავიწყოთ მაგიდან, რომ არაფერი კავშირი არ აქვს ამ მედიას განსხვავებულ აზრთან და ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრთან. ჯანსაღ კრიტიკასთან არანაირი შეხება ამათ არ აქვს. ამათ შეხება აქვს ერთადერთ რამესთან. ჩამოშალონ ქვეყანა, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩამოშლით და ამღვრეულ წყალში შეუძლია დაიჭირონ თევზი, ანუ დაეპატრონონ ძალაუფლებას, როგორც ეს გააკეთეს 2003-ში. სხვა მაგათ შანსი არ აქვს. გადასარევად იციან, რომ რეიტინგი აქვს ისეთი დაბალი, რომ ხელისუფლებაში ვერ მოდიან. ერთადერთი შანსი და ამაზე მუშაობენ მათი მედია საშუალებები შევთანხმდეთ, მაგრამ კარგი თავი დავანებოთ, რომ თუნდაც ასეთი მედია საშუალებები, რომელებიც ამასთან დაკავშირებით მუშაობენ, იარსებონ თუ არ იარსებონ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჯანდაბას იარსებონ, ხო? მაგრამ ესეც რაღაცა ტრიუკი მგონია და არც ეს არ მგონია, რომ რეალური ფორმულას და დახურვას რეალურად მივიჩნევ, იმიტომ რომ კეზერაშვილმა იმდენი ის განიცადა იქ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წააგო აქ გაუსყდა ეს საქმეები კოლ-ცენტრების თუ რაღაცა უბედურობების ამ პენსიონერების ძარცვის ამბები გასკდა და ნუ გახდა ცნობილი აგერ ჩხრეკები ჩაუტარეს და ახლა ბრილიანტები და ისინი ამოუღეს და ეს ძიება მიმდინარეობდა იცოდა და ნუ მან დაკარგა ინტერესი რომ პოლიტიკაში ფულის ჩადებით ანუ მედიაში ფულის ჩადებით რაღაცას აქედან მიიღებს და ძალიან ბუნებრივია ასეთი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანისგან და საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანისგან თქვას რომ რაღაცი მჭირდება ფორმულა, როდესაც ტელევიზია, როდესაც პერსპექტივა პოლიტიკაში არსებობისა აღარ აქვს და ნუ გასაგებია ფორმულასთან დაკავშირებით. მათი გულწრფელობა და ასე ვთქვათ, გულწრფელი სიყვარული ევროპული ღირებულებების საკითხი. ეგ ვისაც ჯერა, მან დაიჯეროს, ახლა რაც შეეხება მთავარს, ხო, რაც არის მთავარის პრობლემა. იძახიან, რომ ეკონომიური სიდუხჭირის გამო ვიხურებითო და ამ დროს გამოქვეყნდა, რომ მარტო გვარამია ერთი ადამიანი 88,500 ლარს იღებს. ეს ოქრუაშვილმა სხვა შორის ეს იცოდეს მაყურებელმა ამ შემთხვევაში საუბარი, რომ მიდის აქ ხელისუფლება მართლა არაფერში თვითონ ვერ ერკვევიან და ვერ ლაგდებიან ერთმანეთში, ამიტომ იხურებიან. ანუ აქ ეხა ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც ვერ დააყენებენ რომ მთავრობა ხურავს, არავინ არ ხურავს. მაგათ თვითონვე იხურებიან, იმიტომ რომ ხედავენ რომ კარგავენ პოლიტიკაში მონაწილეობის ინტერესს და ოქრუაშვილმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოქრუაშვილმა ბავშვიშს ვიხდი, გამოუქვეყნა გვარამიას ინფორმაცია რომ 88,500 ლარი აქვს ხელფასი თურმე ყოველ თვე. ეს ჯენზიმ კარგად იცოდეს, თქვენ ირბინეთ ქუჩაში სპეცრაზმს ეჭხუბეთ და ის უბედურებები დაატრიალეთ. თავები დაატეხინეთ სპეცრაზმს და ამ დროს გვარამია იღებს 88,500 ლარს და ეს მისმა პარტნიორმა გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია. ეს რო ვიცოდეთ, უბრალოდ ძალიან საინტერესოა. ხო და რა პრობლემები აქვს თუნდაც ეკონომიური ნახევარ ხელფასი აიღოს 44,000 აიღოს და მეორე 44,000 ტელევიზიას მოახმაროს. თუ პრობლემები აქვს და თუ ამის გამო ხურავენ და ასე კიდე რამდენი მაგის ნაირიქ ესეთი გაფლანგული ანუ არა რეალური თანხებით რო ინახავენ იმ ტელევიზიას მოახმარონ თვითონ ტელევიზიას და არა საკუთარ ჯიბეს, მაგრამ მათი ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აქედან გამომდინარე. ახლა ტელევიზიაში რო ხარ დირექტორი და ვითომ თავისუფალი სიტყვა რო გაინტერესებს და რო იცი რომ ესე იგი დაფინანსების წყარო არ შეიძლება იყოს მართლა წყარო ხო არ არის და მთიდან ხო არ მორაკრაკებს ეს ფული ხო რაღაციდან ხო მოდის და რო ყველაფერს ამას გარკვეულად რაღაც ბიუჯეტი და რაღაცა საზღვარი აქვს 88,500 ლარს რო ხელფასად ინიშნავ და იღებ. შენ ახლა მედია გაინტერესებს და თავისუფალი სიტყვა გაინტერესებს, ეს გინდა რომ დაგვაჯერო? აი ეს აინტერესებს გვარამიას 88,500 ხელფას რო იღებს? და იმას ჟურნალისტ რამდენია ერთ ნახეთ რა კუჩაში რო დარბიან იმათ რა ხელფასები აქვს. ხო და აი აქედან გამომდინარე ხო უნდა მიუხვდეთ რომ აქ ძალიან ცუდი თამაში მიმდინარეობს, ბინძური თამაში მიმდინარეობს. პოლიტიკაო ბინძური საქმეაო და პოლიტიკა კი არ არის ბინძური საქმე. ის ადამიანები არიან ბინძურები, რომლებიც აესესორიან და ლაფში თხორიან პოლიტიკას და ისინი აბინძურებენ პოლიტიკას. თორე როგორ შეიძლება რომელიმე მიმართულება
პროფესია იყოს ისა რა ქვია ბინძური არიან ადამიანები რომლებიც შესაძლებელი არიან იქეთ ხაზარაძე რომელმაც იმათ კრეშად გაიხადა ისა რა ქვია პოლიტიკა იმიტომ რომ თავი დააღწიოს რეალურად იმას პასუხისგებლობას ხო სიცხლის სამართლის პასუხისგებლობას აი ამ რეალობაში ვართ მოხვედრილი რომ აი ესეთი კრიმინალები და საკუთარი განდიდების მანით შეპყრობილი ადამიანები მართავენ დღეს თქვენს ტვინებს თავიანთი საშუალებით მედია საშუალებებით და ახლა თურმე 88500 შეიძლება არ ყოფნის და 198500 უნდა და ამიტომ ოფიციალური ხელფასია თორე ამის ცალკე კიდე ფულის გათეთრებისთვის იყენებს ტელევიზიასო ბატონმა ზაზამ ამხილა თავისი პარტნიორი და იმასო კიდე ცალკე ვილაპარაკებო ეგ დაგვიანონსა და როგორც ჩანს ბევრად ხო და ამიტომ გამოფხიზლება ამ ხალხის რა ვიცი თუ რაიმეთი შეიძლება არ მგონია რომ ესეთი მცირე ინფორმაციით ეს იყო შესაძლებელი მაგრამ საზოგადოებრივმაც თავის თავზე უნდა აიღოს იმედმაც თავის თავზე უნდა აიღოს მაესტრო რაღაცას რომელსაც ესეთი კერძო და სახელმწიფო მაინც ქვია ხალხო იმათმა მაინც მიაწოდეთ ეს ჯანსაღი ინფორმაციები საზოგადოებას რომ არსებობდეს წყარო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიღების მერე უკვე ის მიიღებს არ მიიღებს მისი პრობლემაა მაგრამ მე რო უყურებ მედია საშუალებებს ნუ მიწყენთ ახლა ნურცეთი მაგრამ არც ერთი მედია საშუალება არ არის გაჯერებული ჭეშმარიტი სწორი ინფორმაციით რომ საზოგადოებას მოთხოვო რომ აგერ ხო გაქვს ამდენი ინფორმაცია და გააცნობიერე, გაიანალიზე არის თუ ბრაბლა ლაი და ქმედითი არგუმენტირებული საუბრები არ მიდის რომ რა დღეში ვართ და რა ხდება აი რა ტყუილში გვაცხოვრებენ არ მიდის იმაზე კარგად გამოკვეთილად საუბარი რომ აი რა რის საფუძველზე შეიძლება მოითხოვოს როდესაც ესენი აყენებენ რომ აი ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები აი თუ მოგისმენია ცადმე რომ რის საფუძველზე შეიძლება რომ ჩატარდეს და რა სიტუაციებს კანონი და რა არის ამისთვის საჭირო რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს აი ვინმესგან მოგისმენიათ ამისი საკანონმდებლო დასაბუთება როდის ხო პროცედურა როგორ შეიძლება და რანაირად შეიძლება და როდესაც დაინახავთ რომ ეს პრეზიდენტია თუ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია კრიმინალები ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან გასული ადამიანები არიან რომ მათთვის არაფერს მნიშვნელობა არ აქვს რომ ამას მტკიცებულებები ჭირდება და რომ ამას არგუმენტირებული გადაწყვეტილებები ჭირდება სასამართლო გადაწყვეტილებები ჭირდება რომ გაყალბდა არჩევნები და ასე შემდეგ და აქ თუ არა და წადიდა სტრასბურგში ისდავე და სადაც გინდა მაგრამ თავარი ის არის რომ უნდა არსებობდეს ხო ამისი დადასტურება რომ ეს ასე მოხდა და როდესაც ხედავ რომ ესენი არანაირ კანონის ჩარჩოებს არაფერად არ აგდებენ და ყველაფრის იგნორირებით გეუბნებიან არა მე ესე მინდა რომ მოვლენ ხელისუფლებაში და მაშინ გამოიყენებენ და მაშინ აღასრულებენ კანონს ხალხი რომელიც მოდის უკანონოდ ყველანაირი კანონის იგნორირებით კონსტიტუციაზე ფეხის დაბიჯებით რომ მოდის ეს პრეზიდენტი პირდაპირ გეუბნება რომ აგერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და რა თქმა უნდა გადაწყვეტილება ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ რომ ხალი გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ყველანაირი კანონიდან ამაზე მინდოდა მეკითხა და ბარემ გადახვედით თქვენც ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის როლი ზოგადად ამ პროცესში ორი ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს ამ თვეში წინ ერთი ეს არის 14 დეკემბერი როდესაც უნდა იყოს ხელახალი არჩევნები პრეზიდენტის პარლამენტის შენობაში მოხდება ბუნებრივია ეს ყველაფერი და ალბათ პროტესტის მაღალი კონცენტრაცია იქნება ამ დღეს საპროტესტო ელექტორატის და ასევე 29 დეკემბერი შემდეგ უკვე როდესაც უნდა იყოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილმა უნდა დატოვოს ორბელიანის სასახლე ის აცხადებს რომ არაპირებს დატოვებას ნუ ყოველ შემთხვევაში მისი Facebook story ამაზე მეტყველებს მატარებელი დამიყენეს ორბელიანზე წინ გამოფენები ხო ეწყობა და იქ მოედანზე დააწყო სიტყვა ეს ველი მატარებლის რაღაც ვაგონები და მატარებელი დამიყენეს წინ აბა ვნახავ ისად წავალ ესეთი story გამოაქვეყნა ანუ მთავარი ცირკი როგორც ჩანს ჯერ წინ გველოდება თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამ მხრივ იცით რა არის ეს საცოდავად ეს პრეზიდენტი გარდა იმისა რომ იგი სხვა ქვეყნის ინტერესებზე მუშაობს და ეს ცალსახაა რომ იმისთვის საქართველოს არც სამშობლოს წარმოადგენს და მის მასთან არანაირ ბმაში არ არის ჩვენი ქვეყანა ამის გარდა ცოტა შეურაცხადიც არის ადამიანი როდესაც ასეთ რაღაცებს ასეთ განცხადებებს აკეთებს და ზუსტად იცის რომ ხა სალომე ზურაბიშვილის გამოყვანას რაღა უნდა ხო პრეზიდენტის რეზიდენციიდან სასახლიდან
როდესაც ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, უკვე ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე კი არ მეტყოლებს, რომ ის აგენტი თავისთავად არის და ამ დავალებას ასრულებს, მაგრამ თან ცოტა შეურაცხადიც არის და ჩვენ რატომღაც აი ამ პრეზიდენტებში არ გვიმართლებს და მართლაც ეს ინსტიტუტი კარგია, რომ არჩევითი აღარ არის და რაღაცნაირად სხვა მექანიზმები შემოდის, რომ ამ ხელაძალაუფლება არ ქონდეს. მე ვისურვებდი, რომ კარგი პრეზიდენტი არ არის, მაგრამ სხვა არჩევითი თანამდებობა მაინც იყოს. არც ერთი უმაღლესი თანამდებობა აღარ არის არჩევითი, ეს არის პრობლემა. ხო, ეს არის პრობლემა და მაგას უნდა მოევლოს და უნდა მიეხედოს, მაგრამ ავირჩიეთ და არჩევის შემთხვევაში რა მივიღეთ, ხო? რამდენი პრეზიდენტი მივიღეთ უკვე გასული ყველანაირი საზღვრებიდან. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოყვანა გახდება პრობლემა, მაგრამ თავისთავად ის, რომ ეს ქალი ამას ვერ მალავს, რომ მისი მთავარი მიზანი არის პრეზიდენტის სავარძელში ყოფნა და ჯდომა და ამიტომ რომ ძალაუფლებას ის ელოდა დასავლეთიდან, იმიტომ მუშაობდა იმაზე, რომ ფიქრობდა, რომ ისინი იყვნენ ის ხალხი, ვინც უზრუნველყოფდა მის ყოფნას ამ სავარძელზე, ვინც დადო მაგ სავარძელზე და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მისი კანდიდატურა წამოაყენა თავის დროზე 2018-ში, მაშინაც ეს დასავლეთის მოთხოვნა იყო და მაშინ საქართველოს არ ქონდა იმის საშუალება, რომ ისეთი წინააღმდეგობა გაეწია, როგორც დღეს, როდესაც მსოფლიოში მიდის უკვე ესე ვთქვათ ბრძოლა, კონსერვატორების ბრძოლა ფაშისტური ლიბერალიზმის წინააღმდეგ. აი იმ პერიოდში ეს არ იყო და ალბათ ეს კანდიდატურა ამიტომაც შეგვრჩა ჩვენ როგორც პრეზიდენტი და სამარცხვინოთ ვიღაცაზე არალეგიტიმურობაზე ლაპარაკობს ამ ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე ლაპარაკობს ქალი, რომლის ბანერებზე ივანიშვილი იყო გამოსახული და დაბლა სალომე ზურაბიშვილი ეწერა და პირველად რომ დავინახე ეს ბანერები, ვაიმე მეთქი სტამბაში შეშლიათ და რა გამოუფენიათ კაცო, როგორ ვერავინ ვერ დაინახა ჩემს გარდა მეთქი ვფიქრობდი და მე როდესაც მთელი ქუჩები იყო მოფენილი თუ კობახიძის ფოტოებით თუ ბიძინა ივანიშვილის და დაბლა სალომე ზურაბიშვილი ეწერა, იმიტომ რომ სალომეს ხმას არავინ არ აძლევდა. ეს ქალი ეხლა ფოტო გააქრეს, ფოტო რომ არ გაღიზიანება არ გამოეწვია ხალხში და როგორმე 1-2 ხმით მაინც მოეგო ნაციონალებისთვის, ანუ როცა ამ ხელა უპირატესობით ვიგებდით და იგებს დღესაც ქართული ოცნება ნაციონალების წინააღმდეგ. აი წარმოიდგინეთ ეს ქალი რომ იტყვის სხვაზე არალეგიტიმურიაო, ვისი სახით, ვისი სურათებით და ვისი პლაკატებით არის არჩეული და ვისი იმითი ზის თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას რომ არ არის ლეგიტიმური და რომ ისი არჩევნები იყო გაყალბებული, ცალსახად იყო გაყალბებული და ბიძინა ივანიშვილი რანაირად იყო სალომე ზურაბიშვილი გამაგებინეთ. უცებ პლაკატებზე ესე იყო წარწერილი, რომ ესე იგი ხალხს ისე იყო ზემოქმედება, რომ ეს ბიძინას კანდიდატურაა. და ეს ქართული ოცნების კობახიძე, იმიტომ რომ ეს ქართული ოცნების და კიდე სხვა ლიდერების ქვეშ ეწერა სალომე ზურაბიშვილი, თვითონ სალომე ზურაბიშვილის ფოტოები მეორე ტურის დროს თქვენ თუ გახსოვთ, საერთოდ აღარ არსებობდა. და ეს ლაპარაკობს სხვის, ეს ადამიანი ლაპარაკობს სხვის არა ლეგიტიმურობაზე. ნუ აი ანეკდოტის ტოლფასია დღეს მისი მოსმენაც კი ისე გაიშარჟა ამ ადამიანმა. 29-ში აი ნიკამელიათო მივიდა, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ახსოვს ინაუგურაციაზე, სალომეს ინაუგურაციაზე თელავში რო გაიმართა, ნიკამელია იყო, ვინც ცდილობდა მის ჩაშლას ამ ინაუგურაციის და დიდი ამბები იყო და ეხლა დაცვა შეეცდება ალბათ იგივე პათოსით და არანაირად ინდისი არ შეაძლო. ხო, მაგათ ეხლა ხო არ გააჩნიათ არანაირი წამსი. კაპიტანი ნანა, ბოლო ასეთი შეკითხვა მექნება. დღეს ძალიან რთული ალბათ რაიმე კონკრეტულ პროგნოზზე საუბარი, იმიტომ რომ მართლაც არის მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თქვენ თქმის არ იყოს გაუმკლავდა აი ამ პროტესტის პირველ ძლიერ ტალღას, მე მაინც არ მაქვს იმისი განცდა, რომ ყველაფერი დასრულებული. ალბათ არის რაღაცა ისეთი პროცესები, წინაც გველოდება და ამდენად პროგნოზების კეთება რთულია, თუმცა თუ გაქვთ აი წარმოდგენა ან მოსაზრება, რანაირად შეიძლება ზოგადად ეს პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. რანაირად შეიძლება რომ აი სტუდენტები, ხალხი, ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული, დაბრუნდნენ თავიანთ ადგილებზე, განაგრძოს სტუდენტებმა სწავლა, ექიმებმა ოპერაციების კეთება, IT-შნიკები არიან დღეს გაფიცულები და მაგათმა რაღაც ქსელების ასე ვთქვათ შესწორება. რანაირად შეიძლება რომ ეს პროცესი დაბრუნდეს ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში? საერთოდ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც კანონი არ მუშაობს,
ყველგან ადგილი აქვს ანარქიას და ფეხს იკიდებს ანარქია. იმას რა პროცესებსაც ჩვენ ახლა უყურებთ ქუჩებში და რასაც აქამდეც უყურებდით, რომ დაიჭერდა ხელისუფლება კრიმინალებს პოლიტიკური ნიშნით, ვინც იყვნენ კრიმინალები და ატყდებოდა დასავლეთიდან, რომ აი ეს პოლიტიკური პარტიის წევრები არიან და უნდა გამოუშვათ ციხიდან, გაუხსნი და გამოუშვებდა. როდესაც აი ესეთი განცდა ჩნდება საზოგადოებაში, რომ კანონი არ კანონობს და კანონი რისთვის არსებობს? იმიტომ რომ ადამიანს გაუჩნდეს შიში, არ ჩაიდინოს დანაშაული, რომელიც კანონით არის აკრძალული. შენ თუ დაანახებ ის, რომ კანონით აკრძალული რაც არის, ის ქვეყანაში არ მუშაობს, მაშინ ეს რას გამოიწვევს? გამოიწვევს იმას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, რაც შედეგიც გვაქვს. დემოკრატიას ყველაზე მეტად ჭირდება მკაცრი და კანონიერი და სამართლიანი ხელი. სისუსტე დემოკრატია სისუსტეზე ვერასოდეს ვერ დაიდგება. დემოკრატია დგას მხოლოდ და მხოლოდ სიძლიერეზე, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობას და ეს არის ფორმულა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც დაიქცეს მთელი ქვეყანა. დიახ, კანონი უნდა აღსრულდეს. ეს ეხება პოლიტიკურ ფიგურას, აქციას და მიტინგს თუ სხვა საპროტესტო გამოსვლას თუ რას, კანონი უნდა კანონობდეს ქვეყანაში. ითვალისწინებს კოდექსი ამას, ის უნდა აღსრულდეს. როდესაც მომიტინგეს ეცოდინება, რომ კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში არის ნომერ 1 ადგილზე, იქ ამას ვერავინ ვერ გაბედავს. როგორ ახლა ჩვენ პოლიციელებს თუ იმას ესვრიან, რა ქვია, მოლოტოვის კოქტეილებს, რატო ამერიკაში ვერ ბედავენ და ვერ ესვრიან მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს? იქ უფრო კარგი საზოგადოებაა? იქ უფრო იქ კაპიტალიზმის მაგალითი აქვს. და იქ იმიტომ რომ იციან, რომ პოლიციას გაეკარები 1 მეტრით მიუახლოვდები და იმას უფლება აქვს ადგილზე გაგაშეშოს, ადგილზე გესროლოს და ესე იგი მოგკლას. და რო იცის, რომ ის ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებს და ვინაიდან კანონი ამის უფლებას აძლევს, იმას კანონით არავინ არ აგებინებს, პასუხს ეს რომ საზოგადოება მიცის, ის არ გადადის იმ ზღვარს, რაც კანონით არის დადგენილი. მე არ მინდა რომ საქართველოში ეგივე სიმკაცრის, იმიტომ რომ ყველაზე მკაცრი სისხლისამართლებრივი პოლიტიკა ამერიკას აქვს, იგი არაღისტარების უფლებაც აქვს, გასაგებია რომ ხო, არა, მე ესეთი მკაცრი, რა თქმა უნდა, არა ვარ ამის მომხრე და უფრო ლიბერალური კანონმდებლობის მომხრე ვარ, მაგრამ შედალოცვილო რაც არსებობს ეს ლიბერალური კანონმდებლობა, ის მაინც დაიცავი. და თუ ხედავ რომ პოლიცია დაუცველი ყავს და შენ ვერ იცავ ასეთი იმისგან, რა ქვია, ასეთი ბრბოსგან შენ ვერ იცავ იმას, რომელშიც სახელმწიფო, ანუ ხალხი დებს ფულს იმისათვის, რომ იყოს დაცული ძალისმიერი უწყებების მხრიდან, მაშინ უნდა შეიმუშაო ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორც არის პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და ასე შემდეგ, ესენი არ ჩამოიშალოს და რომ არავის არ კონდეს იმის შესაძლებლობა, როცა მოუნდება გაიღვიძებს ერთვენიერ დღეს და წავალ ავიღებ პარლამენტს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას ისეთი ძლიერი კანონმდებლობა არეგულირებს, რომ ასე მარტივი არ არის სახელმწიფოს ჩამოშლა და თუ ჩვენ მივაჩვევთ, რომ ერთი რევოლუცია მოხდა, მეორე რევოლუცია მოხდა, მესამე რევოლუცია უნდა მოხდეს, ერთი ნუ კაი 90-იანებში კიდე რაღაცა გამართლება აქვს, რომ მთელი საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩამოიშალა და ნანგრევები იყო და ნუ აქაც იყო გადატრიალება, მაგრამ იმის მერე 2003-ში კიდე რო რევოლუცია მოახდინა, ესე იგი შენ ვერ ფლობ შენ სახელმწიფო, შენ ვერ აკონტროლებ ხელისუფლება რო ხარ. ხო? და ეხლა კიდე მესამე თუ მოხდება, უკვე დასავლეთს დაეკარგება იმის ინტერესი, რომ შენ ხარ მყარი ქვეყანა და შენ მარტო იმას კი არ დაკარგავ, რა ქვია, საზოგადოების ძალაუფლებას კი არ ქვეყანა დაკარგავს პერსპექტივას, იმიტომ რომ არავინ არ ენდობა ისეთ ხელისუფლებას და ისეთ ქვეყანას, სადაც კვირაში ორჯერ შეიძლება რევოლუციები მოხდეს. ეს სტაბილურობის განცდა საჭიროა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის, იმისთვის რომ პოლიტიკისთვისაც, ეკონომიკისთვისაც, ყველაფერისთვის, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ სხვა ქვეყანამ დაგინახოს როგორც სტაბილურად განვითარებული ქვეყანა, რომ შენთან ეკონომიკური ურთიერთობები მოისურვო, შენთან პოლიტიკური ურთიერთობები მოისურვო. თუ დაგინახავს, რომ შენ დღე და ღამე ხანვინ გაყირავებს, ისიც
იფიქრებს, მეც ავაყირავებ რაღა მასთან შევიდე, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ურთიერთობებში. ამიტომ არის საჭირო, რომ უნდა იყოს ძლიერი ისეთი მექანიზმები, რომ არავის თავში აზრად არ უნდა მოუვიდეს, რომ მოივალმე ხვალ და ქვეყანას ამოვაყირავებ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე რო არ მომეწონება ხელისუფლების როგორც გადაწყვეტილება იმის გაპროტესტების საშუალება არ მქონდეს, მაგრამ მე არ უნდა მქონდეს დამხობის საშუალება, რომელსაც კონსტიტუცია არ იკუთვალისწინებს. ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს კონსტიტუციური გზით, არჩევნების გზით და არა გადატრიალების გზით. და ჩვენ მუდმივად ამ გადატრიალების პროცესში ვიმყოფებით და მე რამდენი მეიდანს მარტო აგერ ამ 12 წლის განმავლობაში უყურებთ, ხო? არ შეიძლება ამისი არ აღკვეთა, არ შეიძლებოდა ნაციონალური მოძრაობის არ გასამართლება, მაშინ, როდესაც აღიარებული იყო და დამტკიცებული იყო და თვითონ დატოვეს მტკიცებულება, ვინმე სხვა არ შეუქმნია კასრების სახით და შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდე ამდენი ფაილების სახით. თვითონ დატოვეს მტკიცებულება, რაც იყვნენ. რაც იყო საფუძველი იმისა, რომ მათ უნდა აკრძალოდათ პოლიტიკური საქმიანობა და ეს რო არ გააკეთა ხელისუფლებამ, ამიტომ ვართ ამ დღეში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის სიძლიერის და განვითარების არის სამართლიანი კანონების აღსრულება და კანონის უზენაესობა. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ყველა კანონი გვაქვს მოყვანილი ევროპულ სტანდარტებში, ევროპასთან ჰარმონიაში, ისე რომ კანონმდებლობაში ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ პრობლემა გვაქვს აღსრულებაში და კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და აღასრულოს კანონი და თუ ვერ აღასრულებს, მაშინ მე რო ვარ ნანა კაკაბაძე, მე გამოვალ ხვალ და ვიტყვი რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს და დაიცვას ქვეყანა კანონიერად, უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, მადლობას გადაგიხდით ძალიან საინტერესო საუბრისთვის და დაგემშვიდობებით. შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო უფლებადამცველი ქალბატონი ნანა კაკაბაძე, ჩვენ საუბრობდით ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მწვავე პოლიტიკურ მოვლენებზე. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.